ეგო არის ჩვენი თავდაცვის ავტომატური სისტემა, რომელიც მუშაობს იდეალურად და საჩვენოდ. როდესაც ვიწყებთ ტრანსფორმაციას და როცა ვიწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას, იმალება, ანუ გიპაძელნიკდება, ასე რომ ვთქვათ, გიმაგობრდება და აბა რა, საშა, მოდი რა, კი ეს შესაძლებელია, მოდი ესე გავაკეთოთ, იმიტომ რომ თვითონაც ხვდება, რომ ტრანსფორმირებს. მაგრამ რაც უფრო მეტად გადიხარ ტრანსფორმაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად შენი ეგო უფრო მეტად ეშვება. ანუ მანამდე თუ არის აი ჩაჭიდებული და ყველაფერი რომ უნდა აკონტროლოს, ნენელა კონტროლს უშვებს და აი აქ უკვე შემოდის მიმღებლობა, მინდობა. რასაც მაგალითად ჩვენი რელიგია ძალიან კარგად გადაგებს, რომ მიენდე, ხო, ეს მინდო ვის უნდა მიენდო, რეალურად მეც უნდა მიენდო. და არა ეგოს, რომელიც ცდილობს, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალოს და ყველაფერი რაღაცები წინასწარ აირიდოს და რაღაც გააკეთოს. და როდესაც ვიწყებთ ტრანსფორმაციას, აი ეს გიმეგობრდება, შეიძლება ეს გადატანიშნულობით რო ვთქვათ, და როგორც კი რაღაცა პატარა, თუნდაც ნეგატივის შემოვა, ან დესტრუქციული შემოვა, ეგრევე იწყებს ამბოხს და იძახის, რომ აი, ხო მე ამდენი ხანი ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ და აი ის, რომ რეალურად ჩვენ გგონია, რომ ჩვენი ეგო დავამარცხეთ, მანდ ვართ ყველაზე მეტ საფრთხეში, იმიტომ რომ რეალურად ეს არის სულიერი ეგო. იმალება ისე, რომ თითქოს აი გამჭირვალე ხდება. აი რო წარმოიდგინე, რომ აი რაღაცა ბრაზი რო იყოს ყავისფერი ფერის პირობითად, რაღაცა შური იყოს ლურჯი, წითელი რაღაცა ეს ემოცია, პირობითად, რომელიც აი ეს ფონად გედოს და აი ამ სათვალით იყურებოდე, აი მჭრელი სათვალით იყურებოდე და ეს თითო ემოციას რომ მოხსნი რაღაცას რომ დაამუშავებ, საბოლოო ჯამში რჩება გამჭირვალე სათვალე, რომელიც არც კი იცი რომ გიგეთია. ანუ არც კი იცის ცნობიერებამ ვერ აკონტროლებს ამ ეგოს ბოლომდე რა. აი სულ მაგ მდგომარეობაში არის და რეალურად მაქედანაც ეგეც უნდა დავტოვოთ, ეგეც უნდა გავიდეთ. და ეს ცოტა მტკივნეულია. იმიტომ რომ ტრანსფორმაცია მტკივნეულია, სამწუხაროდ მტკივნეულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილებები მიგვიღია თავის დროზე და ეხა ეს როცა იწყებს შენ ტრანსფორმაციას და ითვლება რომ ამ დროს კარმაც ჩქარდება. რაღაცა მოვლენები, რომელიც უნდა მოხდარიყო მთელი ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება 1 წელიწადში მოხდეს. და ეს არ არის კომფორტის ზონა და კომფორტის ზონა რო ირღვევა, ყველაზე მეტად ეგოს უჭირს. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homery.